დეველოპერული კომპანიის არქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის Grand Avenues პრეზენტაციამ რეკორდული შედეგი აჩვენა, უფრო კონკრეტულად კი სულ რაღაც 5 საათში 644 ბინა გაიყიდა. უნდა აღინიშნოს, რომ ერთ დღეში გაყიდული ბინების ასეთი რაოდენობა არც ერთი კომპანიის მხრიდან საქართველოში ჩვენ რასაც თვალს ვადევნებთ, ამ ეტაპზე რაც ცნობილი არის, არ გამოგვეპარებოდა, ნამდვილად არ დაფიქსირებულა. ღონისძიება ცოტნე დადიანის ქუჩაზე კომპანიის ახალი კომპლექსის ტერიტორიაზე გაიმართა, სადაც დამსწრებს შესაძლებლობა მიეცათ ბინები სპეციალურ ფასად შეეძინათ მხოლოდ ერთი დღის განმავლობაში. ღონისძიების დეტალებზე კი ნინი გიგიშვილი გვიამბობს სიუჟეტით, რომელიც დღევანდელი საქმიანი დილისთვის მოგვიცეთა. ცოტნე დადიანის 32 ნომერში დეველოპერულმა კომპანიამ არქი დედაქალაქის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური პროექტის Grand Avenues პრეზენტაცია და დიდი ფასდაკლების დღის ღონისძიება გამართა. მხოლოდ ერთი დღით მომხმარებლებს მიეცათ შანსი, რომ სასურველი ბინა განსაკუთრებულ ფასად შეეძინათ. ბინების ღირებულება კი მომდევნო დღიდანვე გაიზარდა. ღონისძიების ბოლოს კი მომავალი არქელებისთვის წამახალისებელი გათამაშებაც მოეწყო. თან ბინა და თან 3000 ლარი გადასარევია. ჩვენ ვართ ამაყები, რომ ქალაქის ახალ ცენტრის მშენებლობას ვიწყებთ. არქი Grand Avenue იქნება ნამდვილად ქალაქის ახალი ცენტრი, სადაც იქნება ევროპული სტანდარტების და უმაღლესი დონის ინფრასტრუქტურა, მისი აუზით, ბავშვთა გასართობი სივრცეებით, საოფისე სივრცეებით, უზარმაზარი რეკრეაციული სივრცე 75% იქნება რეკრეაცია და იქნება ყველაზე თვითყოფადი მაგარი უბანი თბილისში. მე ესე ვიტყოდი, რომ კონკურენციას გაუწევს სოფლიოში ცნობილ უბნებს და პროექტებს. მიხარია, რომ დღეს ვესწრები არქის ახალი პროექტის Grand Avenues წარდგენას, გახსნას და პროექტის დაწყებას. საქართველოს ბანკი და არქი მრავალი წელიწადი არის თანამშრომლობენ და არაერთ პროექტს ვახორციელებთ ერთად ქალაქის მასშტაბით და მიხარია, რომ საშუალება გვაქვს, რომ ამ პროექტშიც მივიღოთ მონაწილეობა. ამაყები ვარ დღეს, რომ დღეს ესეთი დღე არის. ამხელა პროექტს ვაანონსებთ. სიამაყეა და აგრეთვე ვფიქრობთ, რომ ქალაქისთვის და ქვეყნისთვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ჩვენი წვლილი შეგვიძლია შევიტანოთ. ამ უბნით, ამ პროექტით, ამ ლამაზი უბნით და უფრო ლამაზი გახდეს ჩვენი ქალაქი და უფრო საინტერესო. ასე რომ ულოცავ ყველა ჩვენს პარტნიორს, ჩვენს ინვესტორს და არქელს. დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდა პირადად გასცნობოდა უნიკალურ კომპლექსს, რომელიც ქალაქი ქალაქში კონცეფციით არის შექმნილი. პროექტი დამსწრებს კომპანიის დამფუძნებლებმა, საერთაშორისო პარტნიორებმა და მსოფლიოში აღიარებულმა არქიტექტორებმა და დიზაინერებმა წარუდგინეს, რომლებმაც Grand Avenues მნიშვნელობასა და მასშტაბებზე ისაუბრეს. Grand Avenues უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ ის გააერთიანებს ავთენტურ სივრცეს ბუნებასთან, სადაც ხეები, მწვანე გარემო არ იქნება უბრალოდ დეკორი, არამედ შეუქმნით ქალაქს ბუნებაში. მნიშვნელოვანია, რომ არქი ზრუნავს გარემოსა და ლანდშაფტის განვითარებაზე, ასეთ ყურადღებას უთმობს თითოეულ დეტალს. ჩვენთვის ეს პროექტი განსაკუთრებულია და გვჯერა, რომ ის გახდება დედაქალაქის ღირსშესანიშნაობა და ნამდვილი მემკვიდრეობა, რომელსაც არა მხოლოდ თბილისის მოსახლეობა შეიყვარებს, არამედ სხვა ქვეყნებიდან ჩამოსული სტუმრებიც. როგორც კომპანიაში აცხადებენ, 5 საათში გაყიდული 644 ბინა. ყველა დროის რეკორდი საქართველოში არქის გაყიდვების გრანდიოზულ ღონისძიებაზე დაფიქსირდა. მათი თქმით, ბინა Grand Avenues-ზე ქალაქის ახალ ცენტრში უპირობოდ ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა. $1 მილიარდზე მეტი ინვესტიციით კომპლექსი პრემიუმ და კომფორტ კლასის ბინებს, საოფისე და საზოგადოებრივ სივრცეებს, საერთო სამუშაო ზონებს, ღია და დახურულ აუზებს, პადელ ცენტრს, თანამედროვე სტანდარტების სკოლასა და საბავშვო ბაღს, მუზეუმს, გასტრონომიულ ზონებს და ბევრ სხვა ობიექტს გააერთიანებს. ლოკაციაზე დამატებით იგეგმება საფეხმავლო ხიდისა და სამანქანო გვირაბის მშენებლობაც, რომლებიც Grand Avenues პირდაპირ წერეთლის გამზირთან დააკავშირებენ. დღეს, როდესაც ჩემი ოჯახის წინაშე დადგა მეორე ბინის შეძენის საჭიროება, მე კითხვა არ გამჩენია, სხვაგან არ მიძებნია და არქი არის ჩემი არჩევანი, რომელსაც მუდმივად ვუბრუნდები. ამიტომ დღეს ჩემი ცხოვრების მომავალს და ჩემი შვილების მომავალს თავისუფლად მივანდობ ამ კომპანიას. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ დეველოპერული კომპანია არქი უკვე 19 წელზე მეტია, რაც ქართულ უძრავი ქონების ბაზარზე არსებულ ტენდენციებს განსაზღვრავს და სექტორის უპირობო ლიდერის სტატუსით სარგებლობს.